ცხოველები საინტერესოა. ხო. გასავალი. მოკევი. ზემო რაჭაში არის ესეთი სოფელი ღები. თის რაჭაა რა ღები, ესაზღვრება სვანეთს. ღებში გაუშვეს ვეტექიმი, პრაქტიკებზე ადრე ხო ესე გაუშვებდნენ რეგიონებში და ვეტექიმი ახალგაზრდა ბიჭუნა გაუშვეს რა. ნუ ღებელებმა გადაწყვიტეს რომ ეხა გავეშაყიროთ ამ ბიჭუნას. მარტო ქალაქელებმა კი ერთია სოფლიდან ჩავშაყირი ხო? შენ განსაკუთრებულად როგორ ყოველთვის იგრძნობა როგორ გიყვარ შენი რაჭა. რაჭა კი, მე რაჭა ძალიან მიყვარს. მე არა ვარ ხო იცი საფუძვლიანად ნამყოფი, დაბლა ვარ ნამყოფი. უი რა სამყო, ზემო რაჭა არის რა, ჩვენ ესე ვეძახთ, ზემო რაჭა არის რაჭა. ანუ შენ რას ეძახიო კი არა, დასაპატიჟებელი ყავ. ეგ რა თქმა უნდა. ვერ გავაკეთე. გურული კაცო, ეგრევე მიხვდა ყველა. ყველას გეპატიჟ. მე და ლევანი წამოვალ. შენ გენაცვალე სიხარულით. ჩვენი პურმარილით კაცო, ისე კი არა. არა, ჩვენ პურმარილი არ გვეშლება, სუმზად ვარ სტუმრისთვის, იმერლების არ იყოს. მე მაინც კახური ღვინო წამომაღევინე ახლა ადნამ. კი ბატონო. როგორ გავაქვინა მოვიდა. მაგრამ მე მაინც რაჭულ თეთრას ვანიჭებ უპირატესობას. აი კარგი ღვინოა, არც დამილევია. აუ, წულუკიძის თეთრა არის? არა, დამილევია. საოცარ. კარგი თემაზე გადავედი. რაღაც აქედან მგონი კაცი რო ხარ მოკეიფე, რა გინახათ? ამ დროს ტელევიზიაში აქ. მე მგონი ანეკდოტები დაგვავიწყდა. თეთრა. თეთრა. ხო და მოკლედ ღებში ხდება ეს ამბავი. დავიწყო თავიდან ახლა თუ არა გააგრძელე, მოკლედ ექიმი ჩავიდა და ხო, ვეტექიმი ჩავიდა პრაქტიკებზე. ნუ ღებელებმა გადაწყვეტეს რომ გავაშაყიროთ ახლა ეს ბიჭუნაო და ხარს მიუსვეს ახლა დაბადებული ხბო. და ამ ხბოს მოაყარეს მარილი. ნუ რა თქმა უნდა ხარმა დაიწყო ხბოს ლოკვა რა, როგორც ახალდაბადებულის და დაუძახეს ვეტექიმს რა. ამოდიო ჩვენთან ასეთი ამბავი ხდება, რაღაცა გვიშველეო რა ხდება. ავიდა ეს ბიჭი, მოკლედ გადაირია. დარეკა თბილისში უფროსობასთან რომ სასწაული მოხდა ხარმაო. გააჩინო ხარმაო მოიგო, იქიცენ მოიგო. ხარმა მოიგო ხბო რა. ხო და იქ თბილისთან ახლა უპასუხეს რომ ზიხარ თუ დგეხარო. თუ დგეხარო დროზე წამოდი მაგიდან შენც არაფერი მოგაგებინა და ეს ნამდვილი ამბავია ხო? აი, კარგია. და მე რაჭველებზე იძახიან რომ აბაო ისო ხო, აი როგორი გათვლილი იუმორი. გავრცელებული ის რა ქვია, შენელებული ტემპი არ ყოფილა თლათ. არა, რაჭველს გადასარევი. ყველა ამბობს. ყველა უნარჩვევა თავის ადგილს. ლობიანი ხა რაჭულია, ხო? არ მშია ლევან ისევ ამბობ. თუმცა დიდი ხანია ცომეული არ მიჭამია, მაგრამ რა ის თქვა? მშია, მაგრამ ლობიანზე მაინც ვერ ხო, არა, აი იმერეთში რაჭულზე ხაჭაპურსაც აცხობენ და ლობიანსაც აცხობენ, ხო იმერეთში, მაგრამ აი ამ ვინც ყოფილა ზემო რაჭაში რა და ის აი თონეში აცხობენო იქო ლობიანს. კი, ლობიანს. კი ბატონო. აი გამორიცხული არისო რომ ესეთი გემო სადმე არ არსებობს რა. ტრადიციული კერძი ის არის კიდე ნამცხვარს ეძახიან, იქ რასაც აცხობენ ყოფილი ნამცხვარია. ერბოს ამოუკიდებენ იმას ფქვილს და მერე ცომში რაღაცას გადაახვევენ და დახვეულს ეძახიან ერბოთი გაკეთებულს რა. ანუ ფრანგულ კრუასანს მიაგავს. ანუ რაჭული რულეტი? და იმ რაჭური ხო. არა, მერე ესე აბტყელებენ რა და შიგნეს ფენებად ზურება, რაღაცა კარგია რა. ასიან ეხა საფული მოდის და რაღაცა მოვიფიქროთ ერთი ორი. კი ბატონო, სიამოვნებით. როგორც იტყვიან მეტი რა შეგრჩება.